ეთერშია საავტორო რუბრიკა „სამტრედიის ამბების“ საპატიო სტუმარი. მე გახლავართ ჟურნალისტი ლაშა კოტორაშვილი. ვიდეო გადაცემის სტუმართან გასაუბრებას დავიწყებთ, ვერკვით რომ ჩვენი გადაცემის მიზანია კიდევ უფრო ახლოს გადაცვოთ ადამიანები საინტერესო ისტორიებით, გამოცდილებით და მიღწევებით. რუბრიკის ფარგლებში რეგულარულად ვესტუმრებით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს: კულტურის, სპორტის, განათლების, ბიზნესის, ხელოვნების თუ საზოგადოების გამორჩეულ წევრებს. ჩვენი სტუმრები გაგვიზიარებენ როგორც პროფესიულ, ასევე პირად გამოცდილებას. გადაცემაში გაიღებთ ბევრი საინტერესო თემა, ემოციური ისტორია და გულწრფელი საუბარი. სამტრედიის ამბების საპატიო სტუმარი არ არის მხოლოდ რუბრიკა ან ინტერვიუ, ეს არის დიალოგი ადამიანებს შორის, ტრადიციებსა და თანამედროვეობას შორის, გამოცდილებასა და მომავლის იმედებს შორის. დღევანდელი ჩვენი სტუმარია წარმატებული სამტრედიელი, საბავშვო მუსიკალური პროექტის „რანინას“ მერვე სეზონის მონაწილე ბარბარე სანიკიძე. ბარბარე მშობლიური ქალაქის ღირსეული წარმომადგენელია, რომელმაც თავისი ნიჭითა და სცენური შარმით უკვე მოიპოვა მაყურებლის სიყვარული. სანამ ინტერვიუს დავიწყებთ, მადლობას ვუხდით კომპანია „ანაბეჭს“, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი გუნდისთვის ფორმებს. და ასევე დიდი მადლობა ყვავილების სახლს ქალაქის გულს, რომელმაც ბარბარეს ყვავილები გამოუგზავნა. ბარბარე, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ შენი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად გამონახეთ დრო და ხარ ჩვენი სტუმარი. მოგვიყვები, როდის და როგორ მოხვდი რანინაში, რამ განაპირობა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება? 6 წლის ვიყავი, როცა დაიწყეს სიმღერა ანსა ბინოში. ჩემი მასწავლებლები იყო ლეილუკა ხატი და ანა აბზიანიძე. ლეილუკა მირჩია, რომ რანინაში დავრეგისტრირებოდი. მეც ეს აზრი მომეწონა, დავრეგისტრირდი და გამომართვა მოხდი რანინას ათეულში. რას ვიზნობ, როცა სცენაზე გახარდა, იცი რომ შენი შემოქმედების თაყვანისმცემლები გულშემატკივრობენ. ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება, ძალიან დიდი სიხარული, ცოტას ნერვიულობ ხოლმე, მაგრამ ეს საპასუხისმგებლოა. შენი აზრით, ვით არის გამორჩეული რანინა და რას ნიშნავს ეს პროექტი პირადად ჩემთვის? რანინა არის ერთი დიდი ოჯახი, სადაც არის ბედნიერება, სიხარული და მეგობრობა. და მიხარია მეც, რომ რანინას ოჯახის წევრი ვარ. ვმოგდი შენი ქალაქის სიყვარულს და მხარდაჭერას ამ გზაზე და რა განსწავლოთ მშობლიური სამტრედიად გულშემატკივრობს? კი, გრძნობ პირველი კასტინგი რა უკვე დღემდე გრძნობ როგორ გულშემატკივრობენ. პროვა მინდა გადავუხადო ყველას. ვინც მე გულშემატკივრობს. და მოგვიყვები ოჯახზე, მშობლების როლი შენს წარმატებაში. მშობლები რჩევას მაძლევენ და მეც მას ვითვალისწინებ. რომელი სიმღერის შესრულება გიყვარს ყველაზე მეტად და რატომ არის ის შენთვის განსაკუთრებული? ასე გამოარჩა ყველა ძალიან ოს ჩემი შესრულება. ხალხური რანინაში უმღერა პირველად და ისიც ძალიან. კარგი, ვის უსმენ უფრო ხშირად, ქართულ მომღერლებს თუ უცხოურ შემსრულებლებს? ბოლო პერიოდში რანინას გამო დავიწყე ქართულის მოსმენა. ისე უცხოურსაც უსმენ ხოლმე, მაგრამ რანინას გამო. ვინ არის შენი საყვარელი ან გამორჩეული მომღერალი, ქართველი ან უცხოელი? ან შეიძლება ორივე შეიძლება. და ვისთან ერთად ჩაწერდით დუეტს, თუ ან როცა ამის შესაძლებლობა გექნება? ყველა ძალიან მომწონს, მაგრამ ის ერთი ყველაზე მეტად მომწონს არის ამბები. ან ჯახადისთან დიდი სცენა. წარმატებებს გისურვებ კიდევ ერთხელ. როგორ ახერხებს სწავლას და რანინას რეპეტიციების ერთმანეთთან შეთავსებას? რთულია ეს ყველაფერი ერთად? ცოტა რთულია, მიჭირს, მაგრამ სიმღერაში ძალიან მიყვარს, რომ შაბათ-კვირას რანინაში ვარ, დანარჩენი დღეები კი უთხოვ სკოლას და ცეკვას. ასევე ხატს. სცენაზე გამოსვლისას რა გაძლევს ყველაზე დიდ ძალას და თავდაჯერებას? ჩემი მშობლები მამხნევებენ, ასევე მასწავლებლებიც. აპირებ თუ არა მუსიკალური გზის გაგრძელებას თუ სხვა პროფესიაზე ვფიქრობ? არ გადამიწყვეტია, მაგრამ ძალიან მიყვარს და უფრო ხელოვნებისკენ წავიდე. წერან საუბრის დროსაც ახსენე, რომ ხატვა დაინტერესებს, ხატვა გიყვარს და ნამუშევრები შევამჩნიეთ. როდიდან დაიწყე ხატვა და უფრო მეტად რას ნიშნავს?
მე ხატვა ძალიან მიყვარს, აი არ ვიცი არ შევიძლია. აი რამე როცა მინდა რომ გავაკეთო, აი ან დავიმღერო, ან დავხატო, ან უნდა ცეკვის ილეთი ამე უნდა გავივარჯიშო. და რა ვიცი, მეოთხე კლასში ვიყავი, როცა დამწყე ხატვა. რომელიმე გამორჩეული ნახატი თუ გაქვს ეს ნამუშევრებში? კი, რამოდენიმე მაქვს. და ბოლოს რა ეთყობი შენს გულშემატკივრებს, როგორც სამტრედიაში, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში? ასევე დიდ მადლობას ვუხდით ჩემ გულშემატკივრებს, ჩემ სამტრედიელებს და მათ სიყვარულს და პირდებით რომ ჩემი წარმატებით კიდევ გაგახარებ. έα მაგის საწყობლოა ყველა სამტრედიაში. ბარბარა, გულწრფელი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მადლობა თქვენთვის. მადლობა. და ბოლოს ექსკლუზიურად ბარბარა შეგვისურვებს იმ სიმღერას, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა რანინას კასტინგში. Sweet